მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უბრალოდ ყავს ბატონი ლევან ნიკოლაიშვილი. ბატონ ლევან ნიკოლაიშვილი ბრძანდება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, ამავდროულად რეგიონალური მდივანი. ბატონ ლევან, მოგესალმებით. სამშვიდობის. ან დინამშვიდობის შეთქვით. აქ შუადღე მშვიდობის არის უკვე. გადასულია უკვე საღამოს. მაშინ პირდაპირ გამარჯობა უთხრათ ერთმანეთს. ესე უთხრათ გამარჯობა. ბატონ ლევან, მე ვიცი თქვენი სამხედრო კარიერა, თვალს გადევნებდით, ინფორმაციაც გქონდა და მოხარული ვარ ეხლა რაც ჩვენ საუბრის დროს თქვენ ინფორმაცია მომაწოდეთ და ზუსტად ძირითადი მიზეზი გარდა იმისა, რომ ჩემი სიმპათია თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ კიდევ იყო ის, რომ თქვენ მზადებით პროფესიონალი სამხედრო, თადარიგის პოლკოვნიკი, იცით რა არის ამერიკული ჯარი, ამერიკული სამხედრო სისტემა და ზუსტად ამასთან დაკავშირებით სურს თქვენთან საუბარი. და კერძოდ უკვე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს დედლაინი სახმელეთო ოპერაციის არის ხვალ, რადგან ეს საზღვაო სადესანტო გემი ტრიპოლი და არა მხოლოდ ის, მეორე არის კიდე თადარიგი, რომელიც ისიც მარშრუტზეა. უნდა შევიდეს ორმუზის ყურეში და დაიკავონ აი ეს 4 კუნძული და ერთ-ერთზეა ყველაზე დიდი აქცენტი, მე მგონი თქვენ ამას იტყვით იმ კუნძულს რაც ქვია. რომ საიდანაც ფაქტობრივად იტვირთება ნავთობის გემები. და მე მაინტერესებს ასეთი რამ. ჯერ ესეთი ყველა ამბობს ანალიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა ლიბერალური მედია, კონსერვატიული მედია, რომ და ექსპერტები ხო თავისთავად ეს არის დიდი ავანტურა, იმიტომ რომ 5000 კაციანი შენაერთით აი ამ ყურეში საერთოდ შესვლა და ამ ოპერაციის განხორციელება არის განწირული დამარცხებისკენ. და როგორ ფიქრობთ, რა დევს ამის საფუძვლად? თუ საერთოდ განხორციელებადია ეს და ანუ ესეთი ხმამაღალი ყალბი ბრავადა არ არის. აი რა სიტყვით ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ აქ შეიძლება თქვენ გესაუბროთ და თქვენი მეშვეობით იმ მაყურებელთა დიდ რაოდენობას, რომელსაც თქვენი ასე ვთქვათ პოდკასტი ძალიან აინტერესებს. და მოდით გადავართ თქვენის ნებართვით თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის. ჩვენ სანამ მივართ მთავარ ასე ვთქვათ საქმელამდე, მანამდე რამოდენიმე რამ აუცილებლად უნდა გავიაზროთ და მოვინიშნოთ. ნომერული ეს არის, რომ ნებისმიერი ომის შემთხვევაში და თუ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ამერიკელების სამხედრო სტრატეგიაზე, ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ერთი რომ ომს რა თქმა უნდა პოლიტიკოსები თავიანთი გაწოლების შესაბამისად იღებენ, მაგრამ ძირითადი თვითი როგორც წესი შემდეგ სამხედროებს აწევს, აქედან გამომდინარე ალბათ უმჯობესი იქნება ცოტა უკან დავიხიოთ თქვენის ნებართვით, არა საბრძოლველიდან, უბრალოდ ამბიდან და ვთქვათ როგორ ხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში და რა უდევს ამას საფუძვლად. როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სვავს ამოცანას სამხედროების წინაშე, სამხედროები ამას ღებულობენ რა თქმა უნდა როგორც ბრძანებად და ესე არის არა მარტო შეერთებულ შტატებში, უმეტეს ქვეყნებში, ესე არის როგორც ნატოს ქვეყნებში, ნებავთ არა ნატოს წევრ ქვეყნებშიც. სქემა ესე მუშაობს, სამხედროები ამას ღებულობენ ბრძანებას და ითხოვენ გარკვეულ დროს იმისათვის, რომ ამ ბრძანების შესრულება ეფექტიანად მოხდეს. ამისათვის პირველი და უპირატესი არის საფრთხების განსაზღვრა, ანუ იმ ინფორმაციის შეგროვება, რაც ჩვენ გვჭირდება, ავიღოთ პირობითად ამ შემთხვევაში ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით. თუ რა ძალების წინააღმდეგ მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა. მნიშვნელობა არ აქვს ისე ეს თავდაცვითი ოპერაცია იქნება თუ შეტევითი ოპერაცია. რა თქმა უნდა, იქ შემდეგ კატეგორიებად შეიძლება ამ ყველაფრის განზოგადება, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავიგოთ, ვინ არის მოწინააღმდეგე, რა ძალებთან გვაქვს ჩვენ საქმე. და როდესაც მე ძალებს გულისხმობ, აქ უკვე ფართოდ იშლება სპექტრი. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყანა, თუ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ეს სამხედრო დაპირისპირება. ქვეყანა თავისი აბსოლუტურად ყველანაირად უნდა იყოს შესწავლილი, დაწყებული პოლიტიკური სისტემიდან, დამთავრებული თუ გნებავთ გეოგრაფიით და თუ გნებავთ იმ დროს შესაძლო კლიმატური პირობებით. გულისხმობ დროის რა პერიოდში განხორციელდება ეს ოპერაცია, ზამთარი იქნება, ზაფხული იქნება, გაზაფხული თუ შემოდგომა. მოგესალმებათ ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი კლიმატი არის და
ამ კლიმატზეც არის დამოკიდებული გარკვეული საკითხები. ზოგ ქვეყანაში შეიძლება იყოს ძალიან ცხელი სიტუაცია, ამიდან გამომდინარე ზოგში პირიქით ძალიან ცივი და აქ რელიეფის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, თქვათ მთიანი ადგილი არის, მთაგორიანი ადგილი არის, უდაბნოსთან გვაქვს საქმე თუ ყინულოვან რაღაც მიწის ნაკვეთებთან. ეს ჩვეულებრივი შესწავლა ქვეყნის შეუძლია. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უდიდესი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა სახის სამხედრო ძალასთან გვექნება ჩვენ საქმე ამ დაპირისპირებაში, ხო? როდესაც სამხედრო ძალას გულისხმობ, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ძალები, ანუ შეერაღებული ძალები, როგორც წესი ბევრ ქვეყანაში ესამწოდებენ მათ და ამ შეერაღებულ ძალებს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ის თქმა უნდა, იგულისხმება აქტიური სამხედრო ძალები და რეზერვიც. ერთის და მეორეც უნდა სათვალავში მივიღოთ. აქტიური ის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბრძოლაში ჩაებმებიან და მეორე რეზერვის ის რაოდენობა, რომელიც ამ ბრძოლის შედეგად საჭიროების შემთხვევაში შეანაცვლებენ ან დაიკავებენ გარკვეული კონტინგენტის ადგილს ბრძოლების სიტუაციიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხება თვითონ რაოდენობას. მეორე, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ, რომ ვიცოდეთ რა ტექნიკასთან გვექნება ჩვენ საქმე, სამხედრო ტექნიკას გულისხმობ. და აქ სამივე კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ, კლასიკური ეს სახმელეთო კომპონენტი იქნება, სამხედრო საზღვაო თუ სამხედრო საჰაერო. ეხლა სამხედრო სახმელეთოს როცა ვიძახით, ხომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანები რასაც ფიქრობენ, ეს არის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებიან ხმელეთზე. თავისი საბრძოლო ტექნიკი და ეს არის უბრალოდ ყოვლისა, თქვა, საბრძოლო ტანკები, ქვეითასაბრძოლო მანქანები და артиლერიის გარკვეული კომპონენტები. ეს სახმელეთოს რაც ეხება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უკვე საზღვაო კომპონენტზე, აქ რა თქმა უნდა იგულისხმება საზღვაო ხომალდები და რა ტიპის, რა კატეგორიის ხომალდები არიან, თავისთავად ცხადია იმ მწვრთნელების გათვალისწინებით, მათ რა შეერაღება გააჩნიათ და რა რესურსი გააჩნიათ. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სამხედრო საჰაერო ძალებზე, ხა ბევრ ქვეყანაში კლასიკურად სამხედრო საჰაერო ძალებში არის გაერთიანებული საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები. ზოგ ქვეყანაში ცალ-ცალკე არა, მაგრამ მოდით ერთობლივად განვიხილოთ. ეხლა სამხედრო საჰაერო ძალების დანიშნულება კლასიკურს ვიძახინე თავისთავად ცხადია და მე უფრო დავწვრიმანდები თქვათ იმ ირანთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი. გახლავთ ის, რომ მან უნდა მოიპოვოს ჰაერში უპირატესობა. ჰაერში უპირატესობა ნიშნავს იმას, რომ მან უნდა შეძლოს ჰაერში ისეთი ბრძოლის ჩატარება, რომ მას ნაკლები ზიანი მიადგეს, სამაგიეროდ მოწინააღმდეგე დააზიანოს, ვინაიდან საჰაერო ბრძოლების დროს ორი კომპონენტი მიმდინარეობს, ორი მიმართულება. ერთი რომ ბომბდამშენი თვითმფრინავები, ესე იგი, აზიანებენ გარკვეულ ობიექტებს, მოწინააღმდეგის იქნება თუ ჩვენ იქნება, პირობითად ვიძახით ცხადია და მეორე ავიაგამანადგურებლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საჰაერო ბრძოლას უმართავენ, თქვათ იგივე ბომბდამშენებს, რომ მათ ვერ შეძლონ თავიანთი ამოცანის შესრულება. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემას, ესეც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. ეს არის ის საშუალება, რაც ჰაერში უპირატესობის მოპოვების საშუალებას არაძლევს, თქვათ სამხედრო საჰაერო ძალებს. რომ მან შეძლოს და ჩამოაგდოს მოწინააღმდეგის თვითმფრინავები, რომლებიც დაბომბას აწარმოებენ, ან არა მარტო თვითმფრინავები, არამედ დრონები დღესდღეობით მოიხსენებათ საკმაოდ პოპულარული სამხედრო შეერაღებაც გახდა. თავის დროზე სხვა მიმართულებით იყო და აღნიშნულებით იყო მათი გამოგონება, მაგრამ დღეს აქტიურად იყენებენ სამხედროები. ეს ყველაფერი ახლა მე რაც ვთქვი, მინიმალური ხომ, ეს არის საბრძოლო ელემენტებზე ლაპარაკი, მაგრამ მე არ მithქვავს საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტები, რომლებიც გახლავთ კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც გახლავთ სადაზვერვო საშუალებები, სამხედრო დაზვერვას გულისხმობ და ასევე არის სამხედრო უზრუნველყოფის ელემენტები. უკვე საინჟინრო ქვედანაყოფებზე არის საუბარი, თქვათ სამედიცინო ქვედანაყოფებზე არის საუბარი, რაც აუცილებელი კომპონენტი გახლავთ ნებისმიერ ბრძოლაში, ვინაიდან კარგი დაგეგმარების შემთხვევაში ნებისმიერი სარდალი, მოდით ასე ვთქვათ და მას დაქვემდებარებული ის სამართლებრივი დეპარტამენტი დაჯგუფება, რა თქმა უნდა, ამ გაანგარიშებას აკეთებს, თუ იმ საბრძოლო ელემენტებს რა სახის საბრძოლო უზრუნველყოფა დაჭირდება და რა სახის უზრუნველყოფა დაჭირდება. თუნდაც ლოჯისტიკური თვალსაზრისით. როგორ მოხდება ტყვია-წამლის მიწოდება, როგორ მოხდება
ჭურვების მიწოდება როგორ მოხდება, საწვავით გამართვა როგორ მოხდება, კვებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პლუს სამედიცინო უზრუნველყოფით და თუ გნებავთ რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ასევე იგეგმება გარკვეული გათვლა იმისა, რომ რა შესაძლო მსხვერპლი შეიძლება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლის ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცების მიტოვება არც თუ ისე კარგ ტონად ითვლება, ცოტა შეიძლება ცუდი სიტყვა ვიხმარე, მაგრამ მათი გამოყვანაც უნდა მოხდეს და შესაბამისი პატივით დაკრძალა საჭიროების შემთხვევაში. ეს არის დიდი სქემა და აი ამ სქემიდან გამომდინარე, როცა ჩვენ გავთვლით მოწინააღმდეგეს რა ძალები აქვს და ჩვენ რა ძალები გვაქვს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ იმის თაობას, რომ შევადგინოთ შესაბამისი გეგმა. გეგმა, სადაც ეს ყველა კომპონენტი იქნება გაწერილი და გეგმა, რომელიც არ არის მხოლოდ ერთადერთი. არის ერთი ტერმინი plan number A და plan number B. პირველი გეგმა და მეორე გეგმა, სათადარიგო გეგმა. თუ პირველი გეგმა არ მუშაობს, რა თქმა უნდა ამოქმედოს სათადარიგო გეგმა და ესეთი რამ ხშირად ბრძოლის ველზე ხდება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. და ეს მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ გარკვეულ სიტუაციაში ბრძოლამ შეიძლება არ მიიღოს ისეთი ხასიათი, როგორც იყო თავიდანვე ჩაფიქრებული და როგორც იყო თავიდანვე დაგეგმილი და მაშინ უნდა ამუშავდეს აუცილებლად მეორე გეგმა და შესაძლოა მესამე გეგმაც კი. ეს რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს თავიდან ბოლომდე. მაგრამ როცა ჩვენ სამხედრო სიტუაციებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიანგარიშოთ ასევე, თქვათ, ამ სამხედრო ოპერაციას რა სახის მხარდაჭერა ექნება. მხარდაჭერაში მეგულისხმობ ორ მაგრამის. ერთი შეიძლება ეს იყოს აუცილებელი, გასაანგარიშებელი რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება, რომელი ქვეყნები დაუჭერენ ამ ოპერაციას მხარს საერთაშორისო არენაზე და მეორე შიდა მხარდაჭერა. თვითონ შენი ქვეყანა როგორ მიიღებს ამას და შენი საზოგადოება და იქნება თუ არა ეს რელევანტური იმისათვის, რომ შენ ბრძოლა ან განაგრძო, ისე როგორც უნდა ჩაფიქრებული და დაწყებული, ან საჭიროების შემთხვევაში აუცილებლობიდან გამომდინარე, ან შეწყვიტო იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომ შენ ან ზეწოლა მიიღე, გნებავთ საერთაშორისო საზოგადოებიდან, გნებავთ შიდა საზოგადოებიდან, ხო? ესეც აუცილებელი კომპონენტია. გარდა ამისა, ამ ბრძოლების დროს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარიმართება, თქვათ, იგივე საინფორმაციო ომის გარკვეული ელემენტები. ესეც აუცილებელი პირობაა, თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება ამას უკვე იცნობს და თავისი გვემდებარე შეიძლება ითქვას მიმართულებები, შეიძლება იყოს ჰიბრიდული ომის საშუალებები, შეიძლება იყოს კიბერშეტევები, ციფრული შეტევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ძალიან ბევრია და შეიძლება ცოტა შორსაც წაგვიყვანოს. როცა ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილი გვაქვს და გამზადებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვირჩევთ დროს. დროში მეგულისხმობ ერთი თავიდანვე თქვი, რომ ეს კლიმატი როგორი არის და გვაწყობს თუ არა ჩვენ იმ კლიმატურ პირობებში ამ ოპერაციის დაწყება, თუ არ გვაწყობს, ნუ ერთი თუ შეტევაზე წარსვლელი ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევთ ამას. თუ თავდაცვის პოზიციაში ვიმყოფებით, ეს ჩვენი არჩევანი არ არის და უბრალოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული დროის შერჩევა, ჩვენ უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. მეორე დროს, როცა მე ვიძახი, ეს კლიმატის გარდა არის რამდენად შესაფერისი დრო არის ეს პოლიტიკურად იგივე საერთაშორისო არენაზე. როდესაც მე ვთქვი, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება თუ არ იქნება, ერთი არის რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეიძლება კონდეს, მაგრამ შეიძლება არ კონდეს შენ გარკვეული ქვეყნების მხარდაჭერა, იქიდან გამომდინარე, რომ როცა დიდ ოპერაციაზე ვსაუბრობ ჩვენ, ერთ-ერთი მთავარი და კარგი შეიძლება ითქვას ელემენტი ალბათ არის ის, რომ თუ კოალიციურად ვიმოქმედებთ. ანუ კოალიცია ერთხელ ნაწილობრივ გამართლებასაც ნიშნავს, რომ მარტო მე კი არა ვარ ამ ყველაფრის წინააღმდეგი და მარტო კი არ მე რომ მომპამის თაობაზე, არამედ ჩემთან ერთად არის სხვები. და ეს სხვები როგორც წესი კოალიციაში, ყოველ შემთხვევაში კოალიციაში ყოფნის პერიოდში მეგობრებად მოიაზრებიან. და მეორე უნდა გავიაზროთ იმ მოწინააღმდეგეს რა კოალიცია შეიძლება ქონდეს. ანუ მას როგორ იქნება მხარდაჭერა და მისი მეგობრები როგორ მიიღებენ ამას და რა დონის ზეწოლა იქნება ჩემს საბრძოლო მოქმედებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე ახლა შევეცადე რაც შემეძლო, მოკლედ მე თქვა წინასწარი თქვა დაგეგმარების შესახებ. მოდით ახლა თქვენის ნებართვით, თუ სხვა კითხვა არ გიშდებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრე, შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მეორე ეტაპზე. როდესაც ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავაანალიზეთ, საფრთხებიდან დაწყებული, გეგმით დამთავრებული, ყველაფერი ჩვენ ესე იგი ნახეთ, დავიანგარიშეთ, აუცილებელი არის გავიანგარიშოთ ფინანსები. ფინანსების გარეშე მოხსენებად ბევრი რამ არ კეთდება, ეს მოგწონს თუ არ მოგწონს და
ყველა თითეული ტყვიაც გარკვეული ფული ხრის, ხო? შეიძლება ეს დოლარში ვიანგარიშოთ, შეიძლება ცენტში, გნებავთ თეთრებში და გნებავთ ლარებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლა, ჩვენ ეს უნდა გავიანგარიშოთ. ვინადა ამ ბრძოლის შემთხვევაში მე შეიძლება ამ წუთისათვის მზად ვიყო იმისათვის, რომ ეს ბრძოლა ვაწარმოებთ 5 დღის განმავლობაში, 7 დღის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე თუ ბრძოლა ძალიან გაიწელა, ეს ნიშნავს, რომ მომარაგების ჯაჭვი უფრო გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ფინანსები იზრდება. ანუ რა მიჯდება მე დაახლოებით 1 დღე, გნებავთ 1 კვირა, გნებავთ 1 თვე, აი ეს თითეული ომში ყოფნა. რა მიჯდება რომ ვიძახი რომ ერთი არის რომ გვაძლევს თუ არა ჩვენ ამას ბიუჯეტი ამის საშუალებას და მეორე თუ კი ბიუჯეტი ამას ჩვენ ერთ დღეს ვეღარ პასუხობს, თუ კი მექნება შეიძლება რომ დამატებით სახსრები მიიღო კანონმდებლობის მეშვეობით. ანუ კანონმდებლები რამდენად გაუწევენ ყოველივე ამას ლობირებას. ანუ კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა რომ ესეც წინასწარ რომ მქონდეს მე დაგეგმილი ცუდი არ იქნება და გაანგარიშებული და იმ მომენტში როდესაც მე დამატებითი თანხები დამჭირდება ამ ომის საწარმოებლად არ დამჭირდეს ვიღაცისთვის ხვეწნა კანონმდებლობისთვის ქვეყნების შემთხვევაში სადაც პოლიტიკოსების ერთი ნაწილი თქვა ომს იწყებენ ან ომს აწარმოებენ მას თითქოს და პოლიტიკური ელიტამ თავიდან ბოლომდე უჭერს ხარს, მაგრამ მერე ხდება ცვლილებები და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსები და ჩვენ ერთ დღეს გარკვეულმა კანონმდებელთა ნაწილმა თქვას რომ არა, ჩვენ ძალიან ძვირი გვიждდება. ღირს კი ეს. ჩვენ წარმოიდგინეთ რომ რა თქმა უნდა ძალიან ძვირი და უძვირფასესია და შეუფასებელი არის სხერპლი, რაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ ბრძოლების შედეგად, მაგრამ სხერპლის გარდა ადამიანები ფულსაც ითვლიან და ხშირ შემთხვევაში ეს ფული ძალიან ძვირფასი არის მათთვის. რატომ? ვინაიდან თავის დროზე როდესაც ბიუჯეტი დგებოდა და ჩვენ დავიანგარიშეთ თუ რა ტიპის ძალები გვჭირდებოდა ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად, ჩვენ მივიღეთ თანხმობა კანონმდებლებისაგან, რომ აი ეს თანხა იქნებოდა ჩვენ განკარგულებაში, რომ ჩვენ ესა თუ ის სახის ოპერაციები ან გამეხორციელებინა, ან საჭიროების შემთხვევაში თუნდაც თავი დაგვეცა. მაგრამ როდესაც დამატებით ხარჯებზე მიდის საუბარი, აქ უკვე რა თქმა უნდა ბევრი კითხვის ნიშნები ხდება და მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ფინანსებზე არიან პასუხისმგებლები, გვსვავენ შემდეგ სახის კითხვებს. ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ და ხდება ამდენი და კიდევ ვთქვათ ამდენს, ხომ არ აზარალებს სხვა სფეროებს, რომლებიც ასევე სასურველი მნიშვნელოვანი არის ქვეყნისათვის. ეს სფეროები შეიძლება იყოს დაწყებული ენერგეტიკიდან, ეკონომიკა იქნება ეს თუ გნებავთ ჯანდაცვის თუ გნებავთ სოციალური სფერო. ვინაიდან საზოგადოების უმეტეს ნაწილს ნუ ჩამოთვლით ამას გარკვეულ ეგოისტურ მოსაზრებად რახან სამხედრო გახლავართ არის ყოველთვის მიუღებელი სამხედრო ოპერაციები და ადამიანები უფრო მშვიდობას ეთმიან ვიდრე ომს. აქედან გამომდინარე ადამიანები ფიქრობენ რომ რატომ უნდა დავხარჯოთ ის მისაღწევად ესეთი თანხები, როდესაც ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ რაღაცა პრობლემები გვაქვს, ან გადაუჭრელი საკითხები გვაქვს, ან სოციალურ სისტემაში, ან ეკონომიკაში, ან ენერგეტიკაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ და ეს საკითხიც უნდა იყოს გაანგარიშებული. ეს ფრაზა რამოდენიმეჯერ გამომივიდა, ნათქვამი ვისაც ბოდიშვილი რომ უნდა იყოს, ერთია და კარგია, მაგრამ როგორც წესი, ომის დროს ხდება ეს ლაფსუსი, რომ არ არის ყველაფერი გაანგარიშებული და ომის დაწყება არის დამოკიდებული ან ცალკეულ ლიდერებზე, ან ლიდერთა ჯგუფზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც მართავენ ქვეყანას და მათ უბრალოდ სჯერათ, რომ ეს ესე უნდა იყოს. ეს ესე უნდა იყოს, ყოველთვის არის წამგებიანი, ერთუბრალო მიზეზებიდან გამომდინარე, რომ უკვე ჩდება ბზარი სამოქალაქო და სამხედრო სექტორს შორის. და ეს ბზარი არის შემდეგნაირი. სამოქალაქოების აქვს უფლება და ბევრ ქვეყნებში ესე არის, რომ განახორციელონ კონტროლი შერეღებულ ძალებზე. და კონტროლი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქოებმა პირიქით უნდა თქვან, რომ რა ხარჯებთან გვაქვს საქმე, რა ფინანსებთან გვაქვს საქმე, რამდენად პოლიტიკურად მომგებიანი არის ესე თუ ის სამხედრო ოპერაცია და ყველაზე მთავარი და უმთავრესი აგახლა ის, რომ რა შედეგზე გავდივართ ჩვენ. ნებისმიერი ხა ოპერაციას წინ არა, მაგრამ ბოლოში აუცილებლად აქვს ის სანუკვარს არ უწყვი, მაგრამ საბოლოო შედეგი რაზეც უნდა გავიგოთ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვუყვა. ბატონ ნიკოლოზ, როცა მე და თქვენ შევხმიანდით, ხო? ყოველგვარი დიდი დაგეგმარების გარეშე, მაგრამ მცირე დაგეგმარება თქვენ გქონდათ, სურდათ ჩემთან საუბარი, ამათ იმ საკითხთან დაკავშირებით
მოხდა ჩვენ შორის შეთანხმება და თქვენ ასე ვთქვათ გათვალეთ საბოლოო შედეგი. ეს საბოლოო შედეგი რამდენად გამოგვივა, კარგით იცოდი ამას თქვენ ალბათ მოგვიანებით შეიტყობთ, თუ კი მე გავამართლებ იმ რესპონდენტის სახელს და იმ ჩანაფიქრს რაც თქვენ გქონდათ რომ გადაცემიდან მიგეღოთ, კი ბატონო, ეს კარგი შედეგია. თუმცა თქვენ გაგიცნობთ იმედებს, სიტყვაზე ვიძახით, ხადია მაგალითად მომყავს, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ის შედეგი, რასაც თქვენ გათვლა გქონდათ. და ამ შემთხვევაში ნუ ვიტყვით ამას რომ ეს არის ფიასკო, მაგრამ გარკვეულად შეიძლება ითქვას ან გულდაწყვეტა გქონდეთ, ან უბრალოდ რომ არც თუ ისე კარგი ოპერაციას დავარქვათ, მოდით მაგალითისთვის შედგა, რომელიც თქვენ დაგეგმეთ. მაგრამ თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი, მინიმუმ მოდით ესე ვიტყვი 80-70%-ის ფაგრებში თქვენ ალბათ მაყოფილი დარჩებით და ეთქვით რომ კი, მე ის რაც დავგეგმე, იმის შედეგი მივიღეთ. თუ ეხა 100%-ზე არის საუბარი, ისიც მე ამჯერ ახლა 100%-იანი ცოტა ისეთი ამბავი გახლავთ, მაშინ ამას რა ჯობია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რატომ მოვიყვანე მე ეს მაგალითი, რომ ადამიანებმა რომელს გადაწყვეტეს რომ ომი უნდა აწარმოონ, ამა თუ იმ მიმართულებით ეს ყველაფერი უნდა ქონდეთ ან გაანგარიშებული და თუ კი არა აქვს გაანგარიშებული ან ბოლომდე გააზრებული, აი მივდივარ თქვენი საწყის კითხვა რაც დასვით, გარკვეულ ავანტურამდე. ეს უკვე ავანტურა არის, ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანებმა არ გაანგარიშეს, არ გათვალეს ბოლომდე, არ მოусმინეს შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ პირადად საქართველოში გვაქვს ამის მაგალითი 2008 წლის ომს თუ გავიხსენებ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა იმის მტკიცებას არ მოყვები, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება იმ დონეზე, რომ კრემლამდე მისულიყავით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო ღირსეული მოგერიების საშუალება მაინც ჰქონდა და არა ისეთი შედეგის დადგომის საშუალებაც იყო, როგორც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ არ გათვლამ, არ დაჯერებამ, არ მოსმენამ და ყველაზე მთავარი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის და ლიდერის უნიათობა შეიძლება შედეგამდე, რაც ჩვენ მივიღეთ 2008 წელს. აქედან გამომდინარე, ხლა ეს 2008 წლის ომი, რომელიც ვახსენე, არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც უნდა გავანალიზოთ. მათ შორის იგივე შეერთებულ შტატებში მე და მათ შორის ჩემ კლასელებს თუ კურსელებს ხშირად გვასწავლიდან, მოგესალმებით, ეს ტერმინი არის lessons learned, ხომ? წარსული მაგალითების შესწავლა, თუ რომელ ბრძოლებში რა იყო შესრულებული დაშვებული, ვინაიდან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ შენ ამ შესრულებებს არა მარტო სწავლობ, არამედ უკვე იცი, რომ რატო იყო შესრულებული დაშვებული, რა იყო ამის მიზეზები და ყველაზე მთავარი, რომ შემდგომში არ დაუშვეს შესრულებები, რა უნდა გააკეთო ამისათვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც ჩანს, კიდევ ერთი მინდა გაუსვა, ჩემი მოგზაურობრივი მოსაზრებაა, რა თქმა უნდა, მე ამის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მოდით ესე ვიტყვი, რომ სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პენტაგონს შორის არ იყო ისეთი კარგი და მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ესეთი თანხმობა უპირობოდ ამ ბრძანების შესრულებაზე არ უნდა მიეცათ, ან უბრალოდ აქ ითამაშა მეორე ან მესამე საკითხი. მეორე საკითხი არის უპირობა ერთგულება უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ და შესრულება მისი ბრძანების და მესამე არის ის, რომ მათ სხვა გზა არ გქონდათ. ხშირად არის ესეც სამხედრო ოპერაციების დროს, რომ სხვა გზა არ გქონდა, მე ბრძანება უნდა შემოსულიყო, ბრძანების აუცილებელი და ასე შემდეგ. არ განიხილება და ასე შემდეგ. მაგრამ მივდივართ კიდევ ერთ მთავარ საკითხზე. პასუხისმგებლობას ვინ გაიზიარებს მარცხის ამ ფიასკოს შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვთქვით, ისევ ჩვენ მაგალითს მოვიყვან, ჩვენ ორი საუბრის შემთხვევაში. მოდი შევხვდი, პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველაზე მაქსიმალურად ორ ადამიანს. ერთი თქვენ, როგორც გადაცემის წამყვანს და მეორე მე, როგორც ამ გადაცემის მონაწილეს. ხომ პასუხისმგებლობა გვეკისრება იმაზე, რომ მე პირადად რასაც ვამბობ იმის თაობაზე, ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს, იმიტომ რომ საფრებს ვერ მოყვები, ვერც თქვენ კადრებ და ვერც თქვენ მაყურებელს და მეორე თქვენ თუ სვავთ ისეთ კითხვას, რომლიდანაც შეუძლებელი იმ პასუხის მიღება, რამაც შეიძლება ინტერესი გამოიწვიოს. ხომ რასაც ვიძახთ თავისთავად ხადია. აქედან გამომდინარე, აი ეს პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან ომს როგორც წესი მოყვება სერიოზული შედეგები. ერთ-ერთი სერიოზული შედეგზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს გახლავთ ადამიანური მსხვერპლი და ამ მსხვერპლზე პასუხისმგებლობის აგება
და ეს მაპატიეთ და ძველი გამონათქვამი გამარჯვებულებს არ ჯიან, არ არის ესე, ვინაიდან შეიძლება წლები გავიდეს, ასწლეულები გავიდეს, მაგრამ იმომის შედეგები კვლავ ახსოვდეს ადამიანებს და ამას არ პატიობთ. გარდა ამისა, როდესაც ორ ქვეყნის დაპირისპირებაზე გვაქვს საუბარი, აქ ერთვება, რა თქმა უნდა, ერთაშორის დაპირისპირებაც, ხომ? და ესეც არ არის უბრალო ამბავი, როდესაც ადამიანები ამას ესე უბრალოდ არ განიხილავენ და ესე არ არის რომ დაივიწყონ, ვინაიდან ომში ყველაზე ცუდი რაც ხდება, ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს. და ეს ადამიანები როგორც წესი არის ვიღაცის შვილი, ვიღაცის мама, ვიღაცის ქმარი, ვიღაცის დედა, ვიღაცის შვილი და ვიღაცის პაპა თუ ბებია თუ ასე შემდეგ. და ეს ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს და კარგავენ ვიღაცის ამ შემთხვევაში პოლიტიკური ზრახობიდან გამომდინარე. თუ რა თქმა უნდა, არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თუ ენერგეტიკული მიზნებიდან გამომდინარე. ეს ერთი. მეორე ის ზარალი, რომელიც მიადგა ერთ ქვეყანას, ამ შემთხვევაში თუნდაც შემტევი ავიღოთ, რომელიც ფინანსებზე საუბრობდი, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ ზარალის და ამ ფინანსების გაღება იმისათვის, რომ ეს შედეგი მიგვეცია. მეორე ზარალი, რომელიც მიადგა მეორე ქვეყანას, რომელიც ასე ვთქვათ, შეტევის ობიექტი იყო, რამდენად ანაზღაურებადია და რამდენად მიზანშეწონილი იყო, ვთქვათ, ამის გაკეთება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო შედეგი მიგვეცია. ამას კიდევ შეიძლება დაემატოს სხვა ფაქტორები, მათ შორის რელიგიური ფაქტორებიც, რაც ძალიან ძნობიარე ამბავი გახლავთ და ვიცით, რომ არც თუ ისე ძნელი ასაფეთქებელია სიტუაცია, ვთქვათ, ქრისტიანულ და ვთქვათ, მუსლიმ სამყაროს შორის, ამას ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. მე ერთი კარგი მაგალითი მახსენდება, ამ ომთან არავითარ კავშირში შეიძლება არ იყოს, მაგრამ როგორც მაგალითი შესანიშნავია, ხომ? რამოდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ ჩვენ საყვარელ კათოლიკოს პატრიარქს და მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, ხო, გარდა იმისა, რომ სხვა ხალხმა პატივისცემას, საქართველოში მაცხოვრებმა მუსლიმებმა გადადეს ბაირამობის დღესასწაული და პატივისცეს ქრისტიან მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს ზუსტად ისე, როგორც ისინი ცემდნენ, თქვათ, პატივს თავისი რელიგიის წარმომადგენლებს, უფრო მეტიც კი. რამაც თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი ხიდი გადო, რომელიც არსებობდა ისედაც საქართველოში, მრავალეროვანი და მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა ვართ, მაგრამ როგორ გაამტკიცა, თქვათ, ურთიერთობა და როგორ გაამტკიცა ურთიერთპატივისცემა, თქვათ, ჩვენსა და მუსლიმებს შორის საქართველოში. ეს ხომ შესანიშნავი რამ არის და წარმოიდგინეთ, საპირისპირო შემთხვევაში როგორ იქნებოდა, თქვათ, მათ ეს ზეიმი არ გადაედოთ, ხომ? ამას რა თქმა უნდა არ მოყვებოდა რაღაც სისხლიანი დაპირისპირება, მაგრამ არ იქნებოდა კარგად ახმული. მინიმუმ უპატივცემულობად იქნებოდა ახმული. და რატო ვახსენე აქ ეს ამბავი, და სულიერ ლიდერზე არის საუბარი. როდესაც იქ სულიერი ლიდერი იღუპება, შესაძლოა კიდევ ერთხელ ეს არ არის ჩემი თქვა განსახილველი საკითხი, ვინმეს მოწონდა თუ არ მოწონდა, მაგრამ ეს მათი ქვეყნის, მათი სუვერენული, ასე ვთქვათ, პრეროგატივა არის, რომ მათ ყოლოდათ ესეთი სულიერი ლიდერი და თუ მათ არ მოწონდათ, თვითონ უნდა ეზრუნათ იმისათვის, რომ როგორ და რანაირად შეცვლიდნენ. მაგრამ როცა ის იღუპება ისეთ პირობებში, რომელსაც ქვია ომისთვის შესაძლო შედეგის მიღწევა, რა თქმა უნდა, ამას უკვე სხვა ახმა აქვს იმ სახელმწიფოში. და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ეს გაგრძელდეს ისე, რომელსაც არც თუ ისე კარგი შედეგი მოიტანოს, ძალიან მსუბუქად ვამბობ, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ოპერაციის ველობას, თუ რამე კითხვა არ გაგისცათ? არა, შესანიშნავი ანალიზი დადეთ ბატონო ლევან და ესე გისმენთ მთელი გულისხმობით. ეხლა თვითონ ოპერაციას რაც შეეხება, როდესაც ოპერაცია დაიწყო, მე როგორც თქვენ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გულისხმობით უსმენდით სხვადასხვა მედია საშუალებებს და მოგეხსენებათ, რომ ერთი მედია საშუალება თუნდაც ადგილობრივი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანო, ხშირ შემთხვევაში არის გარკვეული მედია საშუალებები, მათ შორის უცხოური, მიკერძოებულიც, ზოგი იმის ხარეზეა, ზოგი ამის ხარეზეა, ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარი და უმთავრესი არის სრული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის საფუძველზე იმ ანალიზის გაკეთება, რომელიც მოგცემს ჩვენ კარგი სურათის დადებას, რომ კარგად გავიგოთ რა ხდება და რა ფერებში არის მდგომარეობა. თავიდანვე, როდესაც კი დაიწყო ოპერაცია, მე ჩემდა გასაოცრად ერთი რამ კი არ აღმოვაჩინე, ეს იყო თორე სხვანაირად მე როგორ აღმოვაჩენდი, იყო ასე ვთქვათ, შეტევა ორი მიმართულებით.
როგორც წესი ორი მარტივობაში რაც გულისხმობ ეხლა ვახსნი. არის ერთი ტერმინი მაღალი სიხშირის სამიზნეები. High value targets. მაღალი სიხშირის სამიზნეები ნიშნავს იმას, რომ ამ სამიზნის წყობიდან გამოყვანის შემთხვევაში, ან სამიზნეების წყობიდან გამოყვანის შემთხვევაში, ძალას, რომელიც ამ სამიზნეს წყობიდან გამოიყვას, აქ უპირატესი საშუალება იმისათვის, რომ ბრძოლის შედეგზე თუ არა საწყის ეტაპზე მაინც მან გარკვეული წინსვლა განახორციელოს. უფრო გაუადვილდეს მას ბრძოლა. რას გულისხმობ? ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და საბჭოთა ქვეყნებში მიღებული იყო ეს, რომ ესეთი მაღალი სიხშირის სამიზნე უნდა ყოფილიყო სამეთაურო პუნქტები. და სამეთაურო პუნქტი თუ იქნებოდა განეიტრალებული, ეს მისცემდა საშუალებას მეორე ძალას, რომ უფრო ადვილად ეხორციელებინა განეხორციელება საბრძოლო მოქმედებები. უფრო დასავლეთში, უფრო ნატოში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც ფიქრობენ, რომ ესეთი საშუალება უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემებში. თუ კი საჰაერო თავდაცვის სისტემებში ჩაახშობ, მაშინ შენ უფრო ადვილად განახორციელებ შენ ოპერაციას და ამის მაგალითის ჰქონდა რამოდენიმე თვის წინ ვენესუელასთან დაკავშირებით, რომ რეალურად საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ იმუშავა, არ იმუშავა კი არა, ვერ იმუშავა, მათი განეიტრალება მოხდა იმ დონეზე, რომ სპეცდანიშნულებამ სპეცოპერაცია ჩაატარა ისე, რომ მადურო ფაქტურად აიყვანეს წყვეთ და წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, ხო? როცა ირანში შეერთებულ შტატების და ესპანეთის მიერ დაიწყო ერთობლივი ოპერაცია, რეალურად რასაც ჩვენ ვისმენთ მედია საშუალებების მხრიდან, განსაკუთრებით არაქართული და უცხოური მედია საშუალებების მხრიდან, იყო ის, რომ შეტევა მიმდინარეობდა ორივე სამიზნეზე, უბრალოდ სამიზნეებზე ერთდროულად, ანუ როგორც სამეთაურო პუნქტებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ძალიან კარგად იცოდა ამ ოპერაციის დამგეგმარებამ, თუ ამ ორ სამიზნეს, უფრო მეტად სამიზნეებს, სამეთაურო პუნქტებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს ისინი განეიტრალებდნენ, უფრო ადვილი იქნებოდა ბრძოლა. ეს ავიღოთ ერთ მოცემულობად. ეხლა მეორე მოცემულობა, რომელიც აუცილებლად უნდა ახსნას, უბრალოდ დავიმახსოვროთ თქვენის ნებართვით, არის ის, რომ კლასიკურად როგორ ხორციელდება ესეთი ოპერაციები. პირველი, ვინც ბრძოლას აწარმოებს, ეს არის ავიაცია და მით უმეტეს თუ მას აქვს საშუალება, რომ უკაცრავად საჰაერო თავდაცვის სისტემა მას ხელს ვერ უშლის შესაბამისად, ავიაცია ბომბავს გარკვეულ ტერიტორიას ან გარკვეულ ობიექტებს და ამით საშუალებას არ აძლევს იმ ობიექტებიდან განხორციელდეს ასე თუ ისე საწინააღმდეგო ქმედებები. ავიაციის შემდეგ კლასიკურად თუ სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, артиლერია ერთვება და შემდეგში მდგომარეობს უკვე სახმელეთო ჯარების შესვლა. მაგრამ როცა ჩვენ ირანზე ვსაუბრობთ, აქ ძირითადად მოქმედებდა ავიაცია შეერთებული შტატების და ისრაელის და ბომბავდა ყველა საშუალებით შეიძლება ითქვას, როგორც სამეთაურო პუნქტებს და ამას ვიცით, რომ ირანის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან მსხვერპლიც მოყვა, საკმაოდ სერიოზული, რომელსაც წესით და რიგით უნდა მოეტანა ის შედეგი, წესით და რიგით, იმიტომ რომ ეს იყო გაანგარიშება, რომ ირანის ჯარს უკვე ფაქტიურად უმეთაუროდ დარჩენილს იარაღი უნდა დაეყარა. და ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ასევე უმეთაუროდ დარჩენილი უნდა დანებებულიყო. წარმოიდგინეთ, ორივე კომპონენტი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა თუ განეიტრალებულია, ლიდერებზე ვიძახიმე, ასე შემთხვევაში უმეთაუროდ დარჩენილი, უთავოდ დარჩენილი გნებავთ-ჯარი და გნებავთ პოლიტიკური ელიტა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სუსტი არის. მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაბომბვები მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ობიექტები განადგურდა და ეს შედეგი ვერ ვნახეთ, ამის დასტური გახდათ ის, რომ ირანისგან კვლავ მიმდინარეობდა საპასუხო დარტყმები. ეხლა როგორ იქცეოდა ირანი ამ შემთხვევაში ტაქტიკურად რო ავიღოთ, თითქოს და მარტივი გამოსაცნობი უნდა ყოფილიყო თავიდან, რომ ირანი ამას გააკეთებდა. ერთი რომ ის უწევდა წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, რაც შეეძლო, მაგრამ გარკვეული ნაწილი მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებული იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მას დარჩა ის საშუალებები, რომლებიც მიაყენებდა ზიანს, თქვათ, ამერიკას ვერ მიწვენ შეერთებულ შტატებს შორიდან გამომდინარე, მაგრამ მიწვენ ისრაელს. მიწვენ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს სხვადასხვა მოკავშირეთა ქალაქებში. და უფრო მეტიც მიწვენ იმ მოკავშირეთა სამოქალაქო ობიექტებს. ამ ობიექტებზე მიწვევა განპირობებული იყო ერთი უბრალო მიზეზით. არ არის ხმაბატით კიდევ ერთხელ გამოთქვისათვის უბრალო მიზეზი არ არის ეს, როდესაც სამოქალაქო ობიექტზე ხდება შეტევა, მაგრამ ეს იყო გზავნილი მათთვის, რომ
თუ თქვენ ეხმარებით შეერთებულ შტატებს, ჩვენ დაგიზიანებთ ამ სამოქალაქო ობიექტებსაც. და მე იყო მეორე გზავნილის, რომ თქვენ არ გერჩით, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ აიძულოთ შეერთებული შტატები იმისათვის, რომ მათი ბაზებიდან არ გახოცოდეს საფოსტო დარტყმა. ეს ყველაფერი მეტნაკლებად რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ შედეგი, ვერ ვნახეთ ის საერთო სურათი, ხომ? სურათი, რომელიც იტყოდა, რომ ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე არის გამარჯვებული. მოდით თქვენის ნებართვით გამარჯვება არ გამარჯვების საკითხსაც ავხსნი, როგორ ხდება? მნიშვნელოვანია კი, იმიტომ რომ ტრამპი არაერთი მე რამდენი დღეა უკვე აცხადეს, რომ ხან იმარჯვებს და ასე შემდეგ და განმარტოთ ეგეც რას ნიშნავს. კი ბატონო, თქვენის ნებართვით ამის კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ აგერ რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს უკვე მე რამდენი წელია. მერჯერობით ასე ვთქვათ, საერთო სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, თუმცა გარკვეულ ძალებს აქვთ უპირატესობა გარკვეული ძალების წინააღმდეგ. მოდით ნუ დავმალავთ, ტერიტორიული უპირატესობა უკვე არის რუსეთის ფედერაციის ხელში. მათ საკმაოდ სერიოზული ნაწილი დაიკავეს უკრაინის, რაც აძლევს ალბათ მას იმის საშუალებას, რომ თუ კი მოლაპარაკება გაიმართება, თუ კი გაიმართებას უკვე კითხვის ნიშანს ვსვავთ იმის გამო, რომ მანდამაინც კარგი და პოზიტიური კონტურები ამ მიმართულებით არ ჩანს, რა თქმა უნდა, მხარეები მოლაპარაკების დასრულების დროს, რასაც პირველი გააკეთებენ, იქნება განცხადება იმის თაობაზე, თუ ვინ გაიმარჯვა. ნუ ერთია ვინ მის დაასწრებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმა რო დღეს გვას და მეორემ ხვალ ეს ანდამაინს სურათს ვერ შეცვლის. ძალიან მოკლედ რო განვიხილოთ თქვენის ნებართვით, იტყვის თუ არა რუსეთი რომ არის გამარჯვებული. აი დღევანდელ პოზიციაში რო გაჩერდეს ხო სიტუაცია როგორც არის, ალბათ იტყვის. და ის შეფუთავს ამ გამარჯვებას ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. პირველი იტყვის რომ მან მიაღწია იმ შედეგს რომ უკრაინა ნატოში ვერ შედის და ეს ისედაც ცხადი იყო, ვიცით. მან მიაღწია შედეგს რომ სავარაუდოდ მინიმუმ ყირიმი დე იურე თუ არა დე ფაქტო მისი გახდება და მან შეიძლება მიაღწიოს ასევე შედეგს იმასთან დაკავშირებით რომ ის თვით გამოცხადებული რესპუბლიკები და ლუგანსკი და დონბასის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი მან ასე ვთქვათ ფეშკაშად მიიღოს. რა თქმა უნდა, ის იქნება გამარჯვებული ამ შემთხვევაში და ამ გამარჯვებას შეფუთავს როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთია დაიჯერებენ თუ არა, მოეწონება თუ არა და რა თქმა უნდა რუსეთის საზოგადოებისათვის. რომლებიც მოდით პირდაპირ ვთქვათ, არც თუ ისე გულგრილი არიან ამ ომთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ. თუ უფრო მეტი მხარდაჭერები არ არიან. რაც შეეხება უკრაინას, იგივე პოზიციაზე მარტივი თუ დაუმიც ეცნის შეცა, უკრაინასაც შეუძლია გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად. პირველი იტყვის რომ აი ჩვენ ამ ედგარი წინააღმდეგობის შედეგად შევძელით ის რომ კიევი ვერ აიღეს, უკრაინა ვერ განადგურეს და ჩვენი ასე ვთქვათ პროდასავლური იდეების შესვლა მათ ვერ შეძლეს. კიდევ ერთხელ, ვინ დაიჯერებს ამას და ვინ მოიწონებს სხვა არის, მაგრამ უკრაინასაც ექნება ამის თქმის საშუალება. ანუ სურათის მეორე მხარეც მივიღეთ. მესამე მხარე, რომელიც იტყვის რომ ისიც გამარჯვებულია, ალბათ იქნებიან ევროპელები, რომლებიც იტყვიან რომ ჩვენ შევძელით, შეძლეს თუ არა ეს სხვა საკითხია, ევროპაში, შუაგულ ევროპაში ცეცხლის შეჩერება და დღესდღეობით მშვიდობა არის. და რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა, რაშიც ჩვენ უკრაინას დავეხმარეთ. მეორე მოთამაშე ალბათ თუ ოდესმე შედგება ეს ომის შეწყვეტა, ალბათ შეერთებული შტატები იქნება, მით უმეტეს თუ მის ინიციატივით მოხდება ომის შეჩერება, რა თქმა უნდა იტყვის რომ არის გამარჯვებული, ისე და ისე რუსეთმა უკრაინა ვერ აიღო, ვერ მოხდა მისი დაპყრობა, ევროპამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილობა და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, რაც კი არის თვალსაზრისით მოგეხსენებათ საკმაოდ სერიოზული გზავნილი გახლავთ, რომ მე შევძელი ამ ომის გაჩერება. მე დავასრულე ეს ომი. ეხლა ამ ყველაფერს თუ გადავხედავთ ესე და ამ მოთამაშეებს დავალაგებთ ყველა თავის ადგილზე და რომლებიც იძახიან რომ მე ვარ და მე ვარ გამარჯვებული, შეიძლება აღმოაჩინოთ რომ არც ერთი არ არის გამარჯვებული რეალურად, თუ კი მსხვერპლს გავითვალისწინებთ ხარჯებს და შედეგებს და რა პოლიტიკური თუ გნებავთ ეკონომიკური თუ ენერგო შედეგები მივიღეთ და შეიძლება სულ სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში გამარჯვებული, მაგალითისთვის ვიტყვი ჩინეთი, რომელიც იტყვის რომ მე სწიაც არ გამისვრია, ამ ომში არც ერთი ჯარისკაცი არ დამიკარგავს, მაგრამ სწორედ ამ ომის შედეგად მე მივიღე დიდი სარგებელი როგორც რუსეთისგან, ასევე ევროპელებისგან, უკრაინასგან, ყველასგან. მე ვარ დღეს ყველაზე მდიდარი, თუნდაც იმაზე მდიდარი, ვიდრე ვიყავი გუშინ. აი ეს მოკლედ გამარჯვებულების, არ გამარჯვებულების შემთხვევაში. ეხლა მივიდეთ იმ თავარზე, რომ
რას ემსახურებოდა ირანზე შეწევა. რა თქმა უნდა, ეხა ბევრი მიზეზი შეგვიძლია ჩამოთვალოთ, როგორც თავის დროზე ბატონო ლევან და შაშანდელიც რო პარალელი გავავლოთ, ის 12 დღიანი რა იყო, შემზადება იყო, ისიც ავანტურა იყო. ის გახდათ ერთი, რაზეც მე ვისაუბრე, რომ თუ გახსოვთ 2003 მხარე ეძახოდა თავის გამარჯვების შესახებ, შეერთებული შტატები, ისრაელი და ირანი, მიუხედავად იმისა, რომ იქაც იყო გარკვეული მსხვერპლი და შედეგი თითქოს გაურკვეველი, მეორე ეს იყო ძალების მოსინჯვა, აუცილებლად უნდა ითქვას ეს, ყველას მხრიდან, მათ შორის და ამ ძალების მოსინჯვამ ერთ ნაწილს დაანახა ის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუნდაც მოგვიანებით, ან დადგა თითქოს და ამის დრო და მეორე მხარეს დაანახა ის, რომ მათ შეეძლოთ გარკვეული თავდაცვის განხორციელება ისე, რომ თავის ქვეყანას შეინარჩუნებდნენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ თავი შედეგი რა იქნება ერთია, მაგრამ ნახოთ რა იყო მიზეზი ომის დაწყების. რეალურად რა იყო მიზეზი? ძალიან ბევრი მიზეზი შეგვიძლია ჩამოთვალოთ. პოლიტიკური, იქ სოლიდარობის გამოცხადება, თქვათ, გარკვეული ირანელ ახალგაზრდებზე იქნებოდა თუ სხვა ადამიანების უფლებების დაცვის ამბავი და ასე შემდეგ. ენერგორესურსები, თავისთავად ცხადია. ტერორიზმის გარკვეული საფრთხეები, რასაც ისრაელი ხშირად იძახის და არის მასში გარკვეული სიმართლე თავისთავად ცხადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს მიზეზები არის ერთი და მეორე არის შედეგი. რა შედეგი დადგება ხვალ? თქვენ რო ბრძანეთ, რომ 5000 კაცი მიემართება, ეს არის Marine Expeditionary Forces, თითქმის ერთი ბრიგადაზე მეტი, ბრიგადა პლუს, შეგვიძლია ვთქვათ, მთელი დივიზია არ არის. საზღვაო ქვეითებს სწორედ ასეთი ამოცანების შესრულება ევალებათ, ზღვიდან ხმელეთზე გადასვლა და ბრძოლების წარმოება, ისინი ამისთვის არიან მომზადებული, ამისთვის არიან გაწვნილები წლების განმავლობაში, მაგრამ ეს რაოდენობა რომ საკმარისი არ არის იმისათვის, რომ რაღაცა შედეგი იქნას მიღწეული, ეს არის 2x2. ან ამ ნაწილს დაჭირდება კიდევ ერთხელ ზუსტი ამოცანა ჩვენ არ ვიცით და ეს გამოჩნდება დღეების განმავლობაში, თუ ეს არის ამოცანა, რომ დესანტირების ან ისეთი რომ მათ რაღაცა პლაცდარმი უნდა დაიკავონ, შეიძლება ეს იყოს, რომ პლაცდარმის დაკავება არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ შენ პლაცდარმს იკავებ, გარკვეული კონტროლის განხორციელება შეგვიძლია განახორციელო. აი ესე როგორ გითხრათ, მიზანი და დანიშნულება, მიზანი შეიძლება იყოს ეს და დანიშნულება, მიზანი მაგალითის ვიძახი ამ პლაცდარმის დაკავება და დანიშნულება იმისა, რომ ამ პლაცდარმის დაკავების შედეგად შენმა სხვა ნაწილებმა შეძლოს რაღაც მონაკვეთზე გავლა. თქვათ, ხიდის დაკავება იმისათვის, რომ ხიდზე შენმა კოლონამ გაიაროს. ხიდი დავარქვათ პირობითად ამ ყოველთვის. ეს უნდა იყოს ხიდი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ძალები საკმარისი არ იქნება და სხვა ძალები უნდა წაიწვიონ წინ. თუ ეს ძალების წინ წაწევა მიემსახურება მხოლოდ იმას, რომ ჰორმუზის სრუტეში მოხდეს ისეთი კონცენტრაცია, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეეძლოს, თქვათ, მისი გაკონტროლება, მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც ძალიან ცვალებადი გახდა რამოდენიმე დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ხან უჭერენ მხარს ნატოს ეგიდით, მისი მოკავშირეები ხან არ უჭერენ. დღეს გამოდის, თქვათ, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, იძახის, რომ ის მზად არის, ან პრემიერ-მინისტრი, რომ შეერთებულ შტატებს გვერდში დაუდგეს, მეორე დღეს გამოდის თავდაცვის მინისტრი და საერთოდ საწინააღმდეგო რამებს იძახის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში გადაწყვეტილება მიღებული არ არის ბევრი რამიდან გამოდი. ერთი არის შიში, საზოგადოებრივი და მეორე არის კითხვის ნიშანი. პირველი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კითხავენ, რა გინდოდათ თქვენ ირანში, რატომ იღუპება, მაგალითისთვის ვიტყვი, გერმანელი თუ ფრანგი ჯარისკაცი ირანში, იქ რა გვესაქმება და მეორე, რამდენად საშიში იქნება მათი ძალების უფრო მეტი რაოდენობის ჩათრევა ამ კონფლიქტში. ჩვენ ხო არ ვიცით ეს ომი რამდენი ხანი გაგრძელდება. დღეს უკვე დგას ეს საკითხი იმის თაობაზე, რომ ყველას უნდა რომ უკვე დამთავრდეს. კიდევ ერთხელ რუსეთ-უკრაინის ომი ვით არის, ყველას უნდა დამთავრდეს, მაგრამ გარკვეული ძალები ყოველგვარი შეთქმულების თეორიის გარეშე ამას ხელს უშლიან. იქ იმას არ უნდა ამის გამო, იქ მეორეს არ უნდა იმის გამო. აქაც ესე არის. ტრამპი უკვე ჩემი მოსაზრებით, რა თქმა უნდა, მზად არის რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ მას სჭირდება ის, რაც მე ვთქვი სადღაც შუაში, რომ გამარჯვების დროშა უნდა იყოს
უფრო მეტად მკაფიო, უფრო კარგად უნდა ჩანდეს. თუ ეს ისე არ გამოჩნდება, ის ვერ დაამთავრებს ამ ომს. ისრაელსაც შეიძლება დღეს შეუნდოდეს, მაგრამ მასთან ჭირდება გამარჯვების დროშა. და ოღონდ ეს გამარჯვების დროშა ფერებში უნდა იყოს შეხამებული, ცოტა გადატანით მნიშვნელობით ვიძახით, ამერიკელი ტრამპის დროშასთან. მარტო ისრაელის დროშა ეხლავე შეუძლიათ გადმოფინო მან და თქვა რომ ჩვენ როგორ ირანი ბომბეთ რას ლაპარაკობთ ესეთი საქმე ვის მოუხერხებია აი მარტო თქვა სიტყვაზე ნეთანიახუ მოახერხა. ეხა ირანსაც რომ უნდა დასრულება აქაც ორჯერ ორია ვინაიდან საკმაოდ სერიოზული ზარალია, საკმაოდ სერიოზული მსხვერპლია და ყველაფერი ისევ რესურსებზეა დამოკიდებული, ხო? ერთი რომ მე არ ვიძახი იმას რომ შეერთებული შტატები გაღარიბებებულია იმისათვის რა მომში რაც საწარმოებს ვინაიდან ცენტრალური სარდლობა არის ჩართული შეერთებული შტატების მრავალი სარდლობა ყავთ წყნარი ოკეანის სარდლობა სხვა არის ევროპული სარდლობა ცენტრალური სარდლობაზე არის ყველაფერი ორიენტირებული მაგრამ ბიუჯეტი ფინანსები ეს ყველაფერი მას ასე ვთქვათ უტყავს რა თქმა უნდა ეს უფრო უტყავს ირანს ვინაიდან ის თავდაცვის პოზიციაშია და მას ესვრიან მას უტყავენ ვიდან აერიდან და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ერთხელ აი ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საერთაშორისო მხარდაჭერა, რაზეც მე ვთქვი რომ ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია იმისათვის რომ ომში შეიძლება გამარჯვება არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გამარჯვებისათვის, რომლის მაგალითებიც ასევე გვახსოვს, ხო? აქ უკვე თქვენის ნებართვით მეორე მსოფლიო ომს მოვიყვანეთ. არაფერი არ ჭირდა საბჭოთა კავშირის იმისი, კიდევ ერთხელ ეს ჩემი აზრია, რომ გერმანელები თქვა კოალიციის გარეშე დაემარცხებინათ. ქონდა მას ამის რესურსი, მაგრამ აუცილებლობა იმისი რომ ბრიტანეთი და შეერთებული შტატები შეერთებოდა, რა თქმა უნდა, მას ამ ავალებას კიდეც გაუადვილებდა და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. და ამერიკელებიც და ბრიტანელებიც მიხვდნენ თავის დროზე, რომ თუ ისინი საბჭოთა კავშირის ბოლომდე მარტო მიუშვებდნენ, შეიძლება ერთ დღეს მთელი ევროპა გაწყვეტილების დახვედროდათ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ძალიან მოკლედ შევხედოთ ამ სიტუაციას, ვინ ვის ხარეს დაიჭერს ხვალ, ეს ჩვენ არ ვიცით. რუსეთმა რაღაც მოგება უკვე ნახა. წარმოიდგინეთ, ევროპელების ამ გაქანებულ სანქციების პერიოდში მას უხსნიან სანქციებს და პუტინი კვლავ ყიდის ენერგორესურსებს და ყიდის ჩვეულებრივად. და მაღალი ფასით. საკმაოდ მაღალი ფასით და ეს ის პუტინია, ვისაც სანქციებს უწესებდნენ, ეს ის პუტინია, ვიზეც ასე ვთქვათ, აპატიმრების ორდენია გამოცემული და შემდეგ. მაგრამ რეალურად რა გამოდის, რომ მათ სხვა გზა არ აქვს. წინ კიდევ ზამთარი არის. აქედან გამომდინარე, ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, რა დოზით შეიძლება გაგრძელდეს. რამდენად მოწონს ეს ყველაფერი, თქვათ, არაბულ ქვეყნებს, რომთვისაც ენერგორესურსებით ვაჭრობა სასწორად მნიშვნელოვანია, ხო? რამდენად მოეწონებათ ეს და რამდენად დიდხანს დარჩებიან ისინი ამერიკელებთან კოალიციაში, იმ შემთხვევაში, თუ მათი ნავთობი არ იყიდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცალკე ირანი, ცალკე შეერთებული შტატები ეძებენ გზებს იმისათვის, რომ რაღაც შეთანხმებაზე მივიდნენ, ოღონდ ამ შეთანხმებისათვის მათ საერთო წერტილი ჯერ ნანახი არ აქვს. და ამ წერტილის ნახვა ძალიან ძნელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა გუშინ. დღეს რო ეს მონახო, ამისათვის ან ერთმა ან მეორე მხარემ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ცოტა უკან უნდა დაიხიოს. და ეს უკან დახევა მოგეხსენებათ ჩვენ თუ ავიღეთ საბრძოლო მოქმედების თეატრში ვინ მონაწილეობს შეერთებული შტატების მხრიდან ტრამპი, ისრაელიდან ნეთანიახუ და ირანიდან ირანის ხელმძღვანელობა ძალიან ძნელი საფონელია, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის თუ კიდე სხვა აქტორები გადაწყვეტენ რომ აქ თავიანთი საქმე მაინც გააკეთონ იმისათვის რომ თავიანთი როლი გამოყო. მე ამ ხრივ რუსეთი არ მიმაჩნია ესეთ აქტორად, ვინაიდან მას სხვა პოზიცია აქვს და შეიძლება ითქვას რომ ბიზნეს და სარგებლის ინტერესმა შეიძლება უფრო გადაძალა მისი ეს სიტუაცია, მაგრამ სხვა აქტორები თუ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც იფიქრებენ რომ ამ შესაძლო მოლაპარაკებაში შეთანხმებაში მათაც შეიძლება მიიღონ სერიოზული დივიდენდები, ისინი ამაზე წავლენ. თუ კი ისინი ამას არ დაინახავენ, ეს ომი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ერთ რამეს დავამატებ თქვენის ნებართვით და დავალოდების შემდეგ შეკითხვას, ნუ დაგვავიწყდება რომ ირანი ტერიტორიულად რელიეფის თვალსაზრისით, თავისი ნიადაგის თვალსაზრისით ერთ-ერთი ძნელად ასაღები ტერიტორია არის, თუ კი გაგრძელდება სახმელეთო სახის ოპერაციები. ვინაიდან აქ ყველაფერთან ერთად ჩვენ საქმე გვექნება არა მარტო ირანის სამხედრო ქვედანაყოფებთან, არამედ ალბათ შესაძლოა
ირანის მოსახლეობასთანაც. ნუ დაგვავიწყდება იმ მენტალიტეტის შესახებ, რაზეც მე ვისაუბრე და ნუ დაგვავიწყდებათ ესე დროს გარკვეული ფაქტორები, როგორ თამაშობენ იმისათვის, რომ მათი დაშლა კი არა, კონსოლიდაცია შეიძლება მოხდეს. ბატონ ლევან, შესანიშნავი ანალიზი იყო სამხედრო, აი ქრესტომატიული ტიპიური და დიდი მადლობა ამისთვის და მე ვიცი რომ თქვენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით და ლექციებსაც კი კითხულობთ და ზუსტად აი ეთყობოდა იმას, რომ ესეთი აკადემიურად მომზადებული ბრძანდებით და თანაც ყოველთვის. რაც ძალიან მახარებს, მე ზუსტად ამ დაგვარ საუბარს ველოდი თქვენთან. ბატონ ლევან, ორი ტექნიკური შეკითხვა მაქვს. ესე იგი, მე რაც ვახსენე კუნძულები. ერთ-ერთი რომელიც ყველაზე ღრმად არის და ჩრდილოეთით, უბრალოდ მე რუქა ვერ შემოვიტანე, იმიტომ რომ როცა იშლება ის უკვე პიქსელებში ირღვევა, მივხვდით ხო, მაგრამ მარტივადაც ახსაქმელია ხა ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა უკვე გეოგრაფიაც კი ისწავლა ამ კონფლიქტის გამომდინარე და იცის სად არის ორმუზი. ორმუზის ყურე სანაპიროდან სანაპირომდე არის 30 კილომეტრამდე, მაგრამ არავინ არ ითვალისწინებს თუ უბრალოდ ამაჯერ ყურადღებას არ აქცევენ. ფარვატორი არის 2 კილომეტრ-ნახევარიანი. ფარვატორი არის ზუსტად ვინც არ იცის, რომ ზუსტად ის ადგილი, სადაც გემებს შეუძლიათ შესვლა. ანუ ის სიღრმეა წყლის, სადაც გემი გადის. აი ამ ვიწრო 2 კილომეტრ-ნახევრიან ფარვატორში ჰიპოთეტიურად რო ჩავთვალოთ, რომ ეს ამხელა სადესანტო გემად სადო შესვლა. და მე რო ის 4 კუნძული ვახსენე, ერთ-ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარკი, რომელიც ჩრდილოეთით არის საკმაოდ ზემოთ. აი როგორ ფიქრობთ, აი ეს შეუძლება გემა ესე აჭრას, როცა რაკეტები და დრონები არ ჭირდება 25-30 კილომეტრიანი ფანჯარა. იმას მარტივად საარტილერიო ცეცხლით ჩაახშობ. ხო და თქვენ როგორც ახლა პარალელურად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით. რა ხრიკი აქვს პოლიტიკური? ანუ აი რას იწვევს? მიზეზს ეძებს, რომ უფრო მძიმე დარტყმა გამოიყენოს, იმიტომ რომ ეს ამდენი კაცი, თითქმის 5000 ჯარისკაცი შესაძლებლად შეყავს. თუ უბრალოდ მართლა უკვე იმდენად პოლიტიკურ სიბეცეში არის უკვე თეთრი სახლი, რომ უკვე წარმოუდგენელია მაგის დაჯერებაც აღწევს. აი როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? რამოდენიმე, მათ შორის ის, რაც თქვენ მბრძანეთ, იმიტომ რომ ომის დროს ასევე არის სიმამაცის დემონსტრირების ფაქტორი, რომელიც ხანდახან მართლაც სიმამაცით აღიქმება, ხანდახან სიშლეგეთ და სიშტერეთაც აღიქმება. ნუ ამის ბევრი მაგალითები არის, ხა ცოტა ისტორიას თუ გადავხედათ, ბევრ ხედავთვალს გაუკეთებია ესეთი რამ და გაურისკავთ და თუ შედეგი დამდგარა, მერე მას არავინ არ ასამართლებს, პირიქით შეიძლება ტაშის დაუკრანო ყოჩახ როგორ გააკეთა ეს. ისევ თუ გავიხსენებთ ჩვენ თქვათ მეორე მსოფლიო ომის მაგალითებს, გვაქვს ამის მაგალითები ისევ საკუთარ კავშირის მხრიდან, რომ სპეციალურად მსხვერპლად ან ზვარაკად შეწირეს გარკვეულ ადგილებში ქვედანაყოფები იმისათვის, რომ შემდგომ უფრო უკეთესი რამ წარმოეწყოთ. უკეთესი რამ, როგორც წესი, მსხვერპლად შეწირვის, აბადეთ ესეთ გამოთქმისათვის, დროს არის გამანადგურებელი კონცეფციების გამოწყება. მას რა თქმა უნდა, ალბათ სამხედროებმა მიცეს ასეთი გეგმის, ასეთი განვითარების გეგმაც და ეს უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც ან ბოლოს წინას, თუ ბოლოს არა, ბოლოს წინა გავლენას მოახდენს ირანელებს. ეს ერთობლიობაში სწორედ ამაზე არის გათვლილი. სხვანაირად შეუძლებელია ასე ვიფიქროთ, ვინაიდან სიტყვაზე ავიამზედი იქ ვერ შევა, თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე და ავიამზედის დანიშნულება სხვა არის და მათ შეასრულეს თავისი დანიშნულება, სწორედ იქიდან ხორციელდებოდა საჰაერო ხომალდების მიერ დაბომბები, რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, ესეც თითქმის გამორიცხული ამბავია და ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ისევ მედიის საშუალებით ვიძახი მე იმის თაობაზე, რომ ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის ნაწილების გარკვეული რაოდენობა განადგურებელია, მაგრამ მე არ სადამსვენე იმის თაობაზე, რომ სრულად არის განადგურებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ირანელებიც ემზადებიან. საერთოდ განაღმეს, ხო? მე როგორც საერთოდ მოდით ესე ვთქვა. ეს არ არის ორი მოკრივი შხუბი, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მოკრივე მიცის, რომ რა დარტყმა შეიძლება მას მიაყენონ, მაინც წამში შეიძლება მოხდეს მოულოდნელობა. როდესაც ესეთი ოპერაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მეორე მხარე ამის
მინიმუმ 50%-ის გამოცდებას ახერხებს თუ რა შეიძლება მოხდეს მის წინააღმდეგ. და როცა ის ამას ახერხებს, რა თქმა უნდა, კონტრზომებსაც ღებულობს. და მე ამჯერა იმისი, რომ კიდაც ერთმა მხარემ, კიდაც მეორე მხარემ ამის თაობაზე არ ეფიქროს და ესეთი ზომები არ ქონდეს მას მიღებული. არის კიდევ ერთი ესეთი ფაქტორი, რომ კიდევ ერთხელ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შეტყუების ფაქტორი. ძალიან ირანელების მხრიდან შეტყუების ფაქტორი. კი ბატონო. გავიხსენოთ ახლა ძალიან სასაცილოდ შეიძლება მოიჩვენოს ვინმე, მაგრამ მე პირადად გეტყვით, რომ გიორგი სააკაძე, ქართველი სამხედრო სარდალი, შეიძლება მის პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა განსხვავებული მოსაზრებები ქონდეს ადამიანებს, მაგრამ როგორც სამხედრო პირი უნიკალური იყო თავისი ბრძოლები და ჯერ კიდევ როდის აქვს მას გახორციელებული შეტყუების, თქვათ, ფაქტორები ბრძოლების დროს და ამას მე სხვებიც აკეთებდნენ. არის ასევე მეორე საკითხი, რომელსაც ქვია ყურადღების გადამტანი მანევრი. თუ ეს ყურადღების გადამტანი მანევრი არის, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს გამართლება აქვს. ამ 5000 საზღვარგარეთის შეყვანას. თუ ესენი არის შეყვანილი იმისათვის, რომ ყურადღება ირანელებმა გადაიტანონ მათზე, მაგრამ დარტყმა შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებით, ეს უკვე სხვა რამ არის. მე ხა გიორგი სააკაძე ვახსენე და შემიძლია ასევე ჩამოთვალო უამრავი ქართველი მხედართმთავარი, რომლებიც ესეთ ბრძოლებს აწარმოებდნენ და ისინი აწარმოებდნენ ამას ერთი თავისი ნიჭის, თავის გამბედაობის საშუალებით, მაგრამ ამავდროულად მათ ჰქონდათ საკმაოდ კარგად შესწავლილი და გამოცდილება მიღებული სხვადასხვა დაწყებული რომაელებიდან, დამთავრებული ბიზანტიელებით თუ ნებისმიერი სხვადასხვა ბრძოლებიდან, რომლებიც შემდეგ საბოლოო ჯამში ცოტა მოგვიანებით შეიძლება ითქვას თითქმის შესანიშნავად ამ ყველა უწყლობის ბრძოლები აღმაშენებელი, დავით აღმაშენებელი არის გვირგვინი სამხედრო ოპერაციების ჩატარების, მაგრამ არა მარტო სამხედრო ოპერაციების, ხო? მე ვახსენე, რომ როდის და რა დროს უნდა გაკეთდეს ოპერაციები. ისევ აღმაშენებელს მოვიყვანთ თქვენი ცნებართვით. მაგალითად, დავით აღმაშენებელმა უბრალოდ მინდა ეს აღნიშნო, როდესაც დიდგორი წამოიწყო, მან წამოიწყო. დიდგორზე ისინი პირდაპირ არ შემოვიდნენ, დავით აღმაშენებელი ამისთვის ემზადებოდა დიდხნის განმავლობაში. ერთი რომ მან გარკვეული სერიოზული რეფორმები ჩაატარა, როგორც სამართლებრივი, ასევე განათლების, ასევე საეკლესიო, ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ჯართან მიმართებაში, სამხედრო რეფორმაც განახორციელა, მაგრამ იმისათვის რომ თურქ-სელჩუკებთან გადამწყვეტი ბრძოლა ეწარმოებინა, ჯარი გაცნო, ყიფჩაღების შემოყვანა და ასე შემდეგ, ის ელოდებოდა შესაფერის დროს. შესაფერისი დრო უნდა ყოფილიყო ისეთი, ისევ საერთაშორისო დარტყმა მას პოლიტიკური არ უნდა მიეღო, მან ისარგებლა ძალიან კარგად თურქ-სელჩუკთა სამეფოში, სასულთანოში შექმნილი ვითარებით, ერთგვარი არეულობით და სწორედ მაშინ შეუწყვიტა ხარკი. ხარკის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს შემიძლია გითხრათ, რომ დავითმა იცოდა იმის თაობაზე, რომ მას დიდგორი მოუწევდა. ნუ შეიძლება პირობითად სხვა სახელი ავიღოთ, მაგრამ მან იცოდა, რომ აუცილებლად მოუწევდა დიდი ბრძოლა. ის ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ შესაფერისი დრო შეარჩია. და შესაფერისი დრო იყო ის, რამაც მას ძალიან დიდი საშუალება მისცა იმისათვის, რომ გამარჯვება მოეპოვნა. და ამ ბრძოლაში ჩვენ რო აი დიდგორი გავაანალიზოთ, ყველაფერი იყო შეტყუების ფაქტორი, ყურადღების გადამტანი მანევრი, უკან გამაგრება და ასე შემდეგ. ეხლა რატო ვახსენე ეს ყველაფერი, ხო? მე არ ვადარებ ეხლა ხმით ბრძოლას, ბალისტიკური რაკეტებით ბრძოლას, მაგრამ აი დროს კი ვადარებ. იყო კი ეს შესაფერისი დრო ტრამპისათვის, რომ ეს ბრძოლა წარმოეწყო. ეს არის საინტერესო. გათვალა კი მან ის შედეგი, რასაც ის მიიღებდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ წარმოიდგინეთ დიდი ბრიტანეთი, რომელიც ტრადიციულად ამერიკის, ასე ვთქვათ, მეგობარი და მხარდაჭერი არის ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის გაეროს უშუალობის მუდმივ საბჭოზე, ვერ წყვიტავს იმას, რომ ბოლომდე ხარი დაუჭიროს თვალას. სტაინმერი ხან იძახის, რომ მე მას მიცემ უფლებას, რომ ბაზებიდან განახორციელოს დარტყმა, ხან იძახის, რომ მას ამის უფლებას ვერ მიცემს გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე. ეს ბრიტანეთზეა საუბარი. აღარაფერს ვიძახი მე საფრანგეთზე, აღარაფერს ვიძახი გერმანეთზე და ასე შემდეგ. ესპანეთმა თქვა, როგორც წინამდელ გაწია, გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე. მე რომ ვკითხოთ, ალბათ ესპანეთმა ამ შემთხვევაში თავისი სუვერენული უფლება უფრო დაიცვა
რომ არ აყვა თქვათ იმ კამპანიას, რასაც ტრამპი აწარმოებს. სწორი კამპანია ეს თუ არასწორი კამპანია, ეს ტრამპის გადასაწყვეტია, კი ბატონო, მაგრამ ესპანეთმა გადაწყვიტა, რომ ის ამას არ ეთანხმება, ხო? ამიტომ ჩვენ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რას ამბობდა რამოდენიმე ხნის წინ უბრალოდ გაჟღერდა ეს ამბავი, ბლინკენი იმის თაობაზე, რომ თვით ობამას პერიოდშიც კი იყო იმაზე საუბარი, რომ ისრაელი ეხვეწებოდა თხოვდა, მოთხოვნა იყო თუ როგორც იყო შეერთებულ შტატებში, რომ იქნებოდა ეს ომი დაწყებულიყო. იქნებოდა ეს ომი დაწყებულიყო, ეს არის ძალიან სახიფათო რამ. ვინაიდან თუ კი ამაზე მაშინაც იყო საუბარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ირანსაც გარკვეულწილად ამის თაობაზე ჰქონდა ინფორმაცია. რამდენად მოემზადა ირანი ამისათვის და რამდენად არა, ეს საფუძველში ის შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ რამდენად მზად იყო და რამდენად სწორი იყო თქვა ტრამპის გადაწყვეტილება, ესეც ომის დროს გამოჩნდება. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა და გავიმეორო, რომ ალბათ ეს არ იყო შესაფერისი დრო იმისათვის, რომ ეს ომი ესე დაწყებულიყო. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყო მისი წამქეზებელი ამ ომის დასაწყებად. იქ თქვათ ევროპელებთან გარკვეული უთანხმოებები. იქ შეიძლება ვერ გადაწყვეტილი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის. იქ ჩინეთის ფაქტორი და ასე შემდეგ. იქ ეშტაინის ფაილებზეა საუბარი. ბევრი რამ შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ბევრი რამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აი უკვე ომი არ არის ჯერ დასრულებული, ეჭვის ქვეშ აყენებს იმ შედეგებს და იმ მიზეზებს, რის გამოც ეს ომი მიმდინარეობს. ბატონო ლევან, და ლოგიკურად მივედით ბოლოს წინა შეკითხვაზე. აი მაგალითისთვის, თქვენ კარგად იცით, რომ შემოდგომა საქა არჩევნები არის. გარდამავალი არჩევნები, სადაც გადაწყდება კონგრესის განახლება მთლიანად და სენატის რაღაც ნაწილი და პარალელურად მე და თქვენც და უკვე ბევრისთვის ცნობილია ის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში აქვს დაუმთავრებელი სასამართლოები, რომელიც არის სისხლის სამართლის ხარისხის. და მე ისეთი შტაბ-ეშტილება მრჩება, რომ ეს ორივე ლიდერი შესაძლოა წავიდეს ვა-ბანკზე. მე ესეთი შტაბ-ეშტილება მრჩება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვიცი თქვენ თუ დამიდასტურებთ ამ ცნობას, რომ დონალდ ტრამპის თხოვნაც კი იყო ისრაელის პრეზიდენტის მიმართ, იცხაკ ჰერცოგის მიმართ, რომ მას შეწყალებით ფორმა გამოექვეყნებინა ნეთანიაჰუსთვის, რომ მას შემდეგ არ შეხებოდა სისხლის სამართლის საქმე და ჰერცოგი წინააღმდეგია და დონალდ ტრამპს კიდე აქ ნახევარი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული შტატები, მათი გუბერნატორები და კონგრესში და სენატში სერიოზული ოპოზიცია აქვს და არც ერთს და არც მეორეს უკვე უკან დასახევი გზა არ აქვს და წაგების უფლებაც კი არ აქვს, იმიტომ რომ თვითგადარჩენის საკითხი დგება და მე მაქვს ესეთი განცდა, რომ შესაძლოა ვა-ბანკზე წავიდეს და თქვენ რას ფიქრობთ და სადამდე მივა ეს? მივა შესაძლოა, რომ ისრაელმა ან ამერიკელებმა ეგრეთ წოდებული ბინძური იარაღი გამოიყენონ, რასაც გულისხმობ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა. არ მგონია, რომ ტაქტიკური რაკეტა გამოიყენონ, მაგრამ აი ბუშერი თავისუფლად შეიძლება რომ ააფეთქო. რა თქმა უნდა, გამომდინარე მათი პოლიტიკური ბექგრაუნდიდან. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მე ამ შემთხვევაში ალბათ უფრო სუბიექტური გამოდივარ, ვინაიდან არ მაქვს სურვილი, რომ ესეთი რამ ვიხილო და ყოველთვის, როდესაც ასეთ რამეზე არის საუბარი, ვიცი რომ ეს რამდენად დიდი კატასტროფის მომტანი შეიძლება იყოს და არ მინდა ხოლმე ამის დაჯერება და შესაბამისად ვცდილობ რომ რამენერად მივყო იმ ლოგიკას, რასაც გონიერება გააკეთებდა ამ შემთხვევაში, რომ ესეთი რამ არ უნდა გააკეთო. ვინაიდან ეს რეალურად არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. და დანაშაული კაცობრიობის წინაშე არის ის დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. და მე ვიტოვებ ამის იმედს, რომ ასეთი რამ ალბათ არ მოხდება. თუმცა ვა-ბანკს რაც შეეხება გამომდინარე იმ შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან და რეიტინგიდან, რაც ამ ორივე ლიდერს დღესდღეობით გააჩნია, რა თქმა უნდა, მათ გარკვეული რისკზე ბიზგების საშუალებას აძლევს და ეს რისკი შეიძლება იყოს, რომ უფრო მეტი ზეწოლა და უფრო მეტი ხარჯები იყოს გაღებული როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, რომ ის გამარჯვების დროშა, რომელიც მე ვახსენე, მინიმუმ ერთფერად იყოს შეღებილი და მინიმუმ უფრო მაღლა იყოს აწეული. ოღონდ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ჩვენ კიდევ ერთხელ არ ვიცით, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. საერთოდ ბატონო ნიკოლოზ, მომიტევეთ, რომ მე ვცდილობდი ჩვენი ამ მთელი საუბრის განმავლობაში
უფრო კლასიკური მაგალითებით გამეჯერებინა ამბები, ვიდრე რაღაცა რწმენებით იმის თაობაზე, გარდა ამ ბირთვული არხთან დაკავშირებული ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან ძნელი არის, როდესაც ჩვენ შედეგი არ აქვს ჯერ საბოლოო და რაღაც ანალიზები გავაკეთოთ. დამერწმუნეთ, რომ ეს არის ცოტა არ იყოს და არც თუ ისე კარგი საქმე და ამას ემატება ის, რომ შესაძლოა ჩვენ ისეთი ლაფსუსი მოგვივიდეს უბრალოდ, რომელზეც დაფიქრება ვიწევს. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ესეთ რაღაცეებზე, უფრო მეტი ინფორმაციის გარდა ჩვენ გვჭირდება საბოლოო შედეგი. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი არის ომზე საუბარი, როცა ის დასრულებულია და როცა ბევრი ფაქტები არის შენ წინაშე და გაცილებით ძნელია, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვიცნოთ და რაღაც ვერსიები დავალაგოთ ამას თუ იმ საკითხთან მიმართებაში. თუმცა კლასიკური მაგალითები, გარკვეული თეორიები მაინც იძლევა ამის საშუალებას, რომ ლოგიკას მივყვეთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები თქვენ შეკითხვას და ერთში დაგეთანხმებით, რომ ვაბანკზე წამსვლელები ისინი არიან, ოღონდ არა ბირთვული თვალსაზრისით, ალბათ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ისეთი კატასტროფა, რომელზეც შეიძლება მათ პირადად პასუხისმგებლობის გარდა პასუხის გაცემა მოუწიოთ, თქვათ, იგივე სხვა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს არის ის, რისაც დაგეთანხმებით, რომ რასაც ყველა უფრთხის და რისი დანახვა და ნახვაც არავის არ უნდა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამის თაობაზე ყველა მხარეს ეყოფა გონიერება. და ბოლო კითხვა ბატონ ლევან. ესე იგი, რამდენიმე დღის წინ ისრაელის ავიაციამ, როგორც ამბობენ ამერიკულ ავიაციასთან ერთად, დაბომბეს ირანის ჩრდილოეთით მდებარე პორტი, რომელიც კასპიის ზღვაზე გადის და ირიბი ინფორმაციით ამ პორტთან ერთად დაიბომბა ის კონვოები საზღვაო, რომლითაც როგორც ამბობენ, მე არ მინდა რომ ჭორობაში გადავიდეთ, თუ გაქვთ ინფორმაცია და ადასტურეთ თუ არა და თქვენი ვარაუდი თუ გნებობთ, რომ ასე იგი რუსეთიდან გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა ირანი. და ამ კონტექსტში მაინტერესებს ერთი რამ, ამდენი ხანია უკვე ომი გრძელდება და ფაქტობრივად ირანს არ გამოუყენებია სერიოზული აირსაწინააღმდეგო სისტემები. არ და სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ეხმარება S-300-ით, S-400-ით, ჩინელები გარკვეული იარაღით და ფაქტობრივად რეალურად ჩანს, რომ ირანი ავტონომიური, ანუ თავის საშუალებებით და აი როგორ დააკავშირებდით აი ჩრდილოეთ პორტების დაბომბვას და ფაქტობრივად ირანის სამხედრო არსენალში არ ქონას ამა თუ იმ შეიარაღებული სისტემის. ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ირანში წესიდარიგით უნდა ყოფილიყო რუსული სახერო თავდაცვის სისტემები, ამის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა თავის დროზე, რომ რუსეთმა მათ დაეხმარა ამ მიმართულებით. რახან ისინი არ გამოჩნდა, აქ არის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ისინი ან განადგურებული არიან, მეორე ვარაუდი გამორიცხული არის, რომ მათ არ გამოიყენებინათ სხვა შემთხვევაში. რაც შეეხება ჩრდილოეთში წარმოებულ ამ ოპერაციის შესახებ, მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ესეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს უბრალოდ მცდელობას იმისას, რომ სხვა ქვეყნებს აგზნობინონ იმის თაობაზე, რომ თუ ირანისკენ ისინი გარკვეული კორიდორის შექმნას აპირებენ იმისათვის, რომ გარკვეული დახმარება აღმოუჩინონ, ამის წინააღმდეგი იქნება შეერთებული შტატების და ისრაელის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ. მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვარაუდი, მე ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. გასაგებია, ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და ესეთი ამომწურავი აკადემიური განმარტებებით, რაც უდავოდ ჩვენს მაყურებელს ჭირდებოდა კიდეც და დარწმუნებული ვარ მოიწონებს და მე მოხარული ვარ, რომ საერთოდ ეს საუბარი შედგა ჩვენ შორის. და მე მინდა რომ თქვენ პირადად და თქვენ პარტიას უსურვო წარმატებები, მე ვიცი რომ 28 წლისთვის ემზადებით, მე თქვენი გულშემატკივარი ვარ და პოტენციური აღმომჩეველი საქართველოში როცა ვიქნები ხმას მოგცემთ, უბრალოდ აქ უკვე შეზღუდულია ხმის მიჩემა. ასე რომ კიდევ ერთხელ გულშემატკივრობთ და აქვე თქვენი ნებართვით მაყურებელს მიმართავ. ძალიან გთხოვთ ეს ვიდეო მოიწონეთ და გააზიარეთ, იმიტომ რომ ბატონმა ლევანმა ფაქტობრივად ამომწურავად ისაუბრა სამხედრო კომპონენტზე ირან-ამერიკის კონფლიქტისა. ბატონ ლევან, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. არ გაბრძანდებოდით.
ბედნიერად. კარგად ზანდებოდეთ.